მანდელეი ვიჟენი დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ჩვენი მოწვეული დირექტორი და ოინ დესნერ ფილმსი წარმოგიდგენთ. ეს უნივერსიტეტი 15 წლის წინ დაამთავრა და შესანიშნავი კარიერა შექმნა. არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც უფრო კომპეტენტურია საბოლოო პროცედურების ხელოვნებაში, რასაც თქვენ ამჟამად სწავლობთ. რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი. ახლა თქვენ იხილავთ, მეცნიერება უკვე შეისწავლეთ რეალურ ამბავს. ახლა ხელოვნებას უნდა დაეუფლოთ. სტუდენტებო, მისტერ ბერნი ტიდი. გმადლობთ, პროფესორო, დიდი მადლობა. გმადლობთ. აქ დაბრუნება ყოველთვის დიდი პატივია, რადგან თუ ჩემი ერთი ფრაზა ან ვიზუალური დემონსტრირება თქვენს კარიერაში დაგეხმარებათ, ესე იგი ლექცია ყველასთვის სასარგებლო გამოსულა. თქვენთვის, მათთვის, ვისაც უჭირს და გარდაცვლილისთვის. ფრჩხილები დავაჭრათ, ფორმა მივცეთ და გამოვაცოცხლოთ. ფრჩხილი პიროვნებას უნდა მიუსადაგოთ. მექანიკოსს ბორტგამცილებლის ფრჩხილები ვერ ექნება. ხომ ასეა? აუცილებლად უნდა მოვაშოროთ არასასურველი ცხვირის, ყურის და სახის თმა. სიფრთხილე არასდროსაა ზედმეტი. როცა საქმე დაუმორჩილებელ თმის ღერს ეხება. ხანდახან თვალებიც პრობლემატურია, რადგან დახუჭვა არ უნდათ. თითქოს სურთ სამყაროს უკანასკნელად შეავლონ თვალი. თუმცა სულ მცირე სუპერწებო და არანაირი ხამხამი. მიუხედავად იმისა, რომ ბალზამირების შემდეგ ყველაფერი ადგილზეა, ხელახლა დამაგრება გიწევთ გამუდმებული გამოფიტვისა და გაუწყლოების გამო. სახის იდეალური გამომეტყველება უნდა იყოს მოდუნებული, ბუნებრივი, მცირე ღიმილით. საიქიოში ყოფნით უბედური არ უნდა ჩანდეს. მუდამ უნდა ვაკონტროლოთ ურჩი ტუჩების მოძრაობა. კბილის ერთმა გადაადგილებამაც შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს. გლოვა, კომედია და არ უნდა გადააქციოთ. შემდეგ მასაჟის კრემით, დეჰიდრატაციის და ფერის შეცვლის თავიდან ასაცილებლად გაუკეთეთ მაკიაჟი. ზედმეტი არ მოგივიდეთ. დამკრძალავ ბიუროში ძირითადად ზედმეტად აწითლებენ. დაიმახსოვრეთ, სიწითლე ადამიანს უფრო ცოცხალ გამომეტყველებას არ სცემს. უკანასკნელი დეტალი გარდაცვლილი სხეულის პოზაა. მარცხენა ხელი მარჯვენას უნდა ედოს. ჭიბთან ახლოს. სიმშვიდის, მოსვენებისა და პენსიაზე გასვლის აღსანიშნავად. თავის მდგომარეობაც მნიშვნელოვანია. არც ზემოთ, არც ქვემოთ. უნდა იყოს ცენტრში, ოდნავ მარჯვნივ მიბრუნებული. მისალმების ნიშნად. მაკიაჟი გაკეთებულია. ჩასაცმელად და სასახლეში ჩასასვენებლად მზადაა. ვინ არის ბერნი? ჯეკ ბლეკი, შირლი მაკლეინი, მეთიუ მაკკონაჰი. ბერნი. რელიზი მოამზადა მოვიჭი. ბერნი ქარიზმატული კაცი იყო. კომპოზიტორი გრეჰემ რეინოლდსი. მოსიყვარული ადამიანი. მას ჰქონდა უნარი სამყარო კეთილშობილ ადგილად წარმოეჩინა. ოპერატორი დიკ პოუპი. ხალხის მოყვარული იყო. ხელი ჩამოსართმევად მუდამ მზად ჰქონდა. ყველას იცნობდა, სახელებს იმახსოვრებდა. კითხვის დასმაც ეხერხებოდა. ახსოვდა შენი ქალიშვილი რომ ტეხასში იყო, ვაჟი კი უნივერსიტეტში. ახსოვდა რომ შვილებზე უკვე კითხა, მაგრამ უნდოდა თავი უკეთ გეგრძნო. Jesus completely saves. He will lift you by his love out of the angry waves. He's the master of the
sea. If the people in Carthage კარტეჯში იმ ადამიანების სია რომ შეედგინათ, ვინც სამოთხეში უნდა მომხდარიყო. დარწმუნებული ვარ, ბერნი სიის სათავეში მოხდებოდა. When nothing else could have my love within me. საოცარი ენერგეტიკა ჰქონდა. ამიტომ ადამიანებს მუდამ იზიდავდა. სწორედ ამ თვისების გამო ის ყველაზე პოპულარული მამაკაცი იყო კარტეჯში. სცენარის ავტორები რიჩარდ ლინკლეიტერი და სკიპ ჰოლანდსვორთი. რეჟისორი რიჩარდ ლინკლეიტერი. კარტეჯი აღმოსავლეთ ტეხასში მდებარეობს და დანარჩენი ტეხასისგან სრულიად განსხვავდება. ტეხასში 5 სხვადასხვა შტატი მაინც ერთიანდება. დასავლეთი რანჩოებითაა სავსე. ჩრდილოეთში დალასელი სნობები ცხოვრობენ თავისი მერსედესებით. შემდეგია ჰიუსტონი, კარცინოგენული სანაპიროთი, ლუიზიანამდე. სამხრეთით სან ანტონიო, სადაც ტეხასი მექსიკას ხვდება. საჭმელებითაა. ცენტრალურ ტეხასში ოსტინის სახალხო რესპუბლიკა მდებარეობს, რომელიც ბეწვიანი ქალებითა და ლიბერალი გიჟებითაა სავსე. მართალია ერთი კუთხე გამოვტოვე, როგორც ყველა, მაგრამ სამხრეთი კარტეჯიდან იწყება. ესაა ცხოვრება ფიჭობქვეშ. სიმართლე გითხრათ, კარგი ადგილია. კარტეჯს ისეთი კარგი რეპუტაცია აქვს, რომ ამერიკის საუკეთესო პატარა ქალაქების მეორე ტომშია შესული, როგორც ტეხასის საუკეთესო პატარა ქალაქი. სწორედ ასეა. გვერდი 157. კარგი რა. უმრავლესობა კარტეჯში იმიტომ ცხოვრობს, რომ აქ დაიბადა. კარტეჯის ადგილას ადრე ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი საბადო იყო მსოფლიოში. გაზის ბუმის დროს 40-50-იან წლებში აქ უამრავი ადამიანი გამდიდრდა. როგორც მახსოვს, ჩვენი ქალაქის მოხუცმა მცხოვრებლებმა ერთდროულად გადაწყვიტეს იმ ქვეყნად გამგზავრება. მორგებში ადგილი აღარ გქონდა. ამიტომ დახმარება მჭირდებოდა. ალბათ, ბერნიმ ჩემი განცხადება ნახა. ლუიზიანიდან დამირეკა და სამსახურში ტელეფონით ავიყვანე. არ ვიცოდი რა მელოდებოდა. ეს ჩვენი საჩვენებელი ოთახია. რა კარგია. დიხარი გაგიკეთებიათ, ძალიან ლამაზია. ესე იგი დამკრძალავი მეცნიერების ხარისხი უნივერსიტეტში მიიღეთ, დიახსერ? იქ ფეხბურთს თამაშობდით? არა, სერ. მთელ ყურადღებას სწავლას უთმობდი. თუმცა ფეხბურთი მიყვარდა. ეს ჩვენი სალოცავია. 125 ადამიანი ეტევა. ამ მწვანეს სკამებს შეხედეთ. ძალიან მომწონს. ახლა ხან შევცვალეთ. ავისფერი ძალიან დიდ ხანს გქონდა. მწვანეზე ცოტა ვინერვიულე, თუმცა ხალხი არ აპროტესტებს. ფიქრობ, რომ შესანიშნავია. ამ კაცის სახით ჯეკპოტი მოვიგე. მასზე კომპეტენტური ახალგაზრდა არ შემხვედრია. გვამი იდეალურად გამოყავდა. ბალზამირების უბადლო ოსტატი იყო. მისნაირ ვარცხნილობას ვერავინ აკეთებდა. ცერემონიაზე ოჯახებს მშვენივრად ემსახურებოდა. ჩიტივით გალობდა. დაკრძალვას პროფესიონალურად ატარებდა. ყოველ ასპექტს ვგულისხმობ, სიტყვის წარმოთქმა, ბიბლიის კითხვა, სიმღერა, არაფერი ეშლებოდა. თუმცა პირველ რიგში, ფრედი ჩვენი მეგობარი იყო. ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი. Amazing grace, how sweet the sound that saved a wretch like me. ჯენი, მანქანამდე მიგაცილებ. საბრალო, ვიცი ძალიან რთულია. ძალიან რთული. მამაცი ქალი ხართ.
აი ასე. ძვირფასო, ნამდვილი ჯადოქარი იყო. ყველა სალამაზებდა. შეეძლო შენი ნაოჭები გაექრო. და თუ ცუდი თანგბილვა გქონდა, გაგისწორებდა. შემდეგ კი თეთრი ვარდების პატარა თაიგულს აიღებდა და ხელში დაგაჭერინებდა. ყველა ადამიანს საოცარ მშვენიერებას ძენდა. თუმცა, მაინც მკვდარი იყავი. არ ქონდა მნიშვნელობა, ავარიაში მოკვდებოდი. გულის შეტევა შეგიწირავდა. ვინმე მოგწამლავდა. გადატენილი იარაღიდან გავარდნილი ტყვია მოხვდებოდა. თუ ხორცი გადაგწდებოდა. საბოლოოდ ყველა კარგად გამოიყურებოდა. ნებისმიერ სიმღერას იმღერებდა. სოფლიდან ჩამოსულები ძველ საგალობელს თუ სთხოვდნენ მღეროდა. ტრაილერში მცხოვრებსაც არ ეტყოდა უარს. ლორეტა ლინს თუ შეუკვეთავდა. ცერემონიას იდეალურად ასრულებდა. გაყიდვები კი უკეთ ეხერხებოდა. მაბადიეთ მისის ტომპსონ, ეს მოგონებების უჯრაა. არ იტყუებოდა, მართლაც ჯეროდა, რომ ეს მცირე დეტალები აუცილებელი იყო. ერთი იდეაც მოუვიდა. დამატებით $150. მტრედად რომ მიქცე. გავფრინდებოდი და სიმშვიდეს მოვიპოვებდი. ამ წუთებში, როცა მიცვალებული მიწას მიებარება, თეთრ მტრედს გაუშვებთ, როგორც მისტერ კალაჰანის სულის ახალ სამყაროში გადასვლის სიმბოლოს. იდუმალებით მოცულ სამყაროში. გეთანხმებით, ძალიან დიდი თანხაა, თუმცა ამ საკითხის მიმართ სწორი და არასწორი მიდგომა არსებობს. კედლებზე ჯვრის განთავსება და განათების შეცვლაც მისი იდეა იყო, რათა აქაურობა ოფისზე მეტად ეკლესიას ან წმინდა ადგილს დამსგავსებოდა. დაკრძალვა გნებავთ თუ კრემაცია? უკაცრავად? დამარხვა გინდა თუ დაწვაო? დამარხვა. მიწა უკვე გვაქვს. ძალიან გაგიმართლათ. კრემაციის მოყვარული არ ვარ. უბრალოდ არ მხიბლავს იდეა, რომ ადამიანმა მარადისობა ყინულის ყუთში უნდა გაატაროს. მირჩევნია რომელიმე ორმოში გადაგისროლა. რა იყო? მოგრძალებული ვარ. ო, ეს ნორმალურია. გასაგებია. ო. ასეთი ხის ზუმფარით გაწყობილ სასახლეს ძირითადად შტატს ვაძლევთ. უცნობებისა და უპოვრების დასამარხად, თანაც გარანტიაც არ მოყვება. გარანტია? უკეთესი სასახლით გარანტია გაქვთ, რომ თქვენს სხეულს წვიმა, წერები და საკვების მაძებარი მღრღნელები ვერ შეეხებიან. სიმაღლეში რამდენი ხართ, მისტერ ეკლს? 180 სანტიმეტრი, ღმერთო. ეს ეკონომიური ყუთები არც ისე დიდია. ფეხის მოჭრა მოგვიწევს, რომ ჩაეტიოთ. ფეხის მოჭრა? ფეხის მოტეხვა აუცილებელი არ არის, მაგრამ შემცირება. არა, ამას არ დავუშვებ. თუ ასეა, კორინთულს შემოგთავაზებთ. Just as I am without one. I'm pretty sure the first time Bernie დარწმუნებული ვარ, ბერნიმ მისის ნიუჯინი მისტერ ნიუჯინის დაკრძალვაზე გაიცნო. For me, and that thou bidst me come. მისი ქმარი დუეინი ერთი ჩვეულებრივი ბერიკაცი იყო. ბიზნესის დაწყება ძალიან უყვარდა. 1000 რამეს გპირდებოდა. გარანტიას გაძლევთ. კვლევა უყვარდა. საკუთარი ნავთობის კომპანია ჰქონდა და 60-იან წლებში დიდი ფული იშოვა. მაგრამ დახარჯვაზე არ გიждდებოდა. ცდილობდა ფულის სადაც შეეძლო ყველგან დაებანდებინა. To thee whose blood can cleanse each spot, O Lamb of God. ცოტა შორის ქალაქში ბანკიც ჩამოიტანა. მონი 87-ში იყიდა და საკმაოდ მკაცრად მართავდა. საქმეში ძალიან უხეში იყო. ასეთი მიმართულება ჰქონდა. ამას ვაფასებ. ცხადია, მისი სიკვდილის შემდეგ საქმე ცოლმა გადაიბარა. ის პოზიცია დაიკავა, რაც მას აჭირა. თუმცა თუ ქმარი არავის უყვარდა, ცოლი საერთოდ შეიძულეს. ცესხებზე უარს მხოლოდ გასართობად ამბობდა. უხეში, ბოროტი, ბებერი ზუკნა იყო. ცხონაირად ვერ დაახასიათებ. არც ისე მეგობრული იყო, ნამდვილად არ იყო. იცით, ქალაქში რამდენიმე ადამიანი $5 სიამოვნებით გაასაღებდა.
როცა პატარა ქალაქში ცხოვრობ, მეზობლების მიმართ მეგობრული და თავაზიანი უნდა იყო. შეეძლო მიწასთან გაესწორებინე და ტრაქში 60-ხიანი ორაბაზანიანი სახლი შეეტენა. არ გაუჭირდებოდა. იოანეს სახარების მე-14 თავში იესო ამბობს: "ნუ შეძრწუნდება თქვენი გული." გავიგე, რომ დებს 20 წელი ხმას არ სცემდა. მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ ქონების გაყოფაზე დავა დაიწყო. წარმოგიდგენიათ? ერთ-ერთ დას უნდოდა მიწა ეკლესიისთვის შეეწირა, მაგრამ მან ეკლესიისთვის დათმობა არ ისურვა, რადგან პასტორი არ მოეწონა. თურმე დასვენების დღეს მოკლე შარვალი ეცვა. ჩემო მეგობრებო, ქალაქში ყველა მიცოდა, რომ მისტერ და მისის ნიუჯინი მათ შულთან დუეინ უმცროსთან არცისი ახლოს იყვნენ. ექიმი იყო მიდლტონში და არასდროს ჩამოდიოდა. მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ბებია ბაბუას უჩივლა კიდეც, რათა მათგან ფული მიეღო. მარჯორი ისე გაბრაზდა, რომ არც ერთისთვის ხმა არ გაუწია. ვილოცოთ. მარჯორი ნიუჯინი არც ისე სასიამოვნო ქალი იყო. ცხვირი ისე ქონდა აწეული, რომ წვიმაში დაიხრჩობოდა. მისის მარჯი? ფიქრობ, რომ ეს ქალი ბებერი დაიბადა. მოღუშული სახით მოევლინა ქვეყანას. ხალხზე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთი მეგობარი მყავს, ლუი, პატიოსანი კაცია. ერთხელ მისის ნიუჯინმა ტრაქში ცოცხი ამოარტყა. ხომ არ გინდათ ეზოს დალაგებაში დაგეხმაროთ? გაეთრიე. ლამაზი ცერემონია იყო. გმადლობთ. კვირას შევხვდებით. დიდი მადლობა. მქვეებთან ურთიერთობა კარგად გამოსდიოდა. ასე მოხუც ქალბატონებს ვეძახდით. ქალაქის ყველა ქვრივს ბერნი მოსწონდა. ხელსახოცი მოგიტანეთ. ხო, ბებერი ბერნი. უფროსი ქალების კოცნა და ჩახუტება უყვარდა. მისი ასაკის ქალებს დიდ ყურადღებას არ უთმობდა. გამარჯობა მისის ნიუჯინ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ თქვენზე ვფიქრობ. გმადლობთ. ალბათ ახლა ძალიან გიჭირთ. კარგი. I never asked him to do this. ეს არ მithოვია და არც ფულს ვუხდიდი. მაგრამ ქმრების დაკრძალვის შემდეგ ქვრივებს მუდამ სტუმრობდა. მათზე ნერვიულობდა. ძალიან საყვარელი იყო და ქვრივებსაც სიკვდილამდე უყვარდათ. ოთახის მომსახურება. გამარჯობა. ისევ შემოგიარეთ, მისის ნიუჯინ. მინდა პატივიქცეთ. საპონი, აბაზანის შამპუნი და საღამოს მისართმევად შოკოლადის კექსი მოგიტანეთ. შემოდი. მე? დიდი სიამოვნებით. სკოლაში მინდოდა ევანგელისტი გამხდარიყავი და ჩემი კლასელების სულები გადამერჩინა. ბევრი მათგანი სვამდა, ეწეოდა, მოტოციკლს ატარებდა და ქორწინებამდე სექსუალურ გამოცდილებას იღებდა. დიახ, თუ შეიძლება. მიირთვი ბერნი. გმადლობთ, ესმერალდა. საკმარისია. მის მარჯორი? ერთხელ 4 მოზარდი დავარწმუნე, ცხოვრება იესოსთვის მიეწუნათ. თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვის ვიყავი შექმნილი. კარგი რა ბერნი. ცივ გაბერილ სხეულებს ეხები. არ გინდა. არ ფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია. არა, მისის ნიუჯინ. ეს ცუდი სულაც არ არის. ამ დროს მათი სულები უკვე ღმერთთანაა. ამით უბრალოდ ვემსახურები. პატივს მივაგებ მათ განვლილ ცხოვრებას და მათ საყვარელ ადამიანებს ვამხნევებ. ხო, ერთ დღესაც თუ გამიმართლებს, მრავალი წლის შემდეგ, შესანიშნავ დაკრძალვას მოგიწყობთ. აღმოსავლეთ ტეხასის ულამაზესი ვარდებით. კარტეჯში სეზონის მოვლენა იქნება. იცით ვფიქრობ, სწორედ ბერნიმ დააბრუნა მარჯორი ეკლესიაში ქმრის სიკვდილის შემდეგ. ვიცი, ბიბლიაში წერია, რომ იესომ წყალი ღვინოთ აქცია, მაგრამ მაღაზიის ღვინო არ ეგულისხმება. ალბათ უალკოჰოლო ღვინო იყო, რადგან დაღვინებისთვის დრო არ ქონია.
თუ იესოს წყალზე სიარული შეეძლო, ისეთ ღვინოს გააჩენდა, როგორცაც მოისურვებდა. თუნდაც ალკოჰოლიანს, ნებისმიერ ადგილას. გამარჯობა ქალბატონებო. ბოდიში რომ ხელი შეგიშალეთ. მის მარჯორი ძალიან მიხარია რომ აქ ხართ. მინდა ერთი რამ შემოგთავაზოთ. ალბათ იცით რომ მალე სამლოცველოს მშენებლობას ვიწყებთ. იმედი მაქვს რომ თანხების მოძიებაში თქვენც დამეხმარებით. კარგი? იფიქრეთ ამაზე. ღმერთმა დაგლოცოთ. This is my story, this is my song, praising my Savior all the day long. This is my story, this is my song, praising my Savior all the day long. Perfect submission, perfect delight, visions of rapture now burst on my side. Angels descending bring from above echoes of mercy, whispers of love. This is my story, this is my song, praising my Savior all the day long. არა, ჩემი მანქანი წავალთ. დაჟინებით მოვითხოვ. ნუ სულელო ბერნი. კარგი, შაბათში დღეს შევხვდებით. მეც ერთი სული მაქვს. კარგი მისის ნიუჯინ. ნახვამდის. რა საყვარელია. ბერნი დიდი იყო. დამგრძალავი ბიუროს თანამშრომელი. ჩემ მიმართ ძალიან თავაზიანია. 50 წელი ასე კარგად არავინ მომქცევია. ხო, შენ. ამ ანგარიშების სასახსნელად 2 წუთი გაქვს. 3 წუთში შეიძლება ბირჟის ახალი მაკლერი დავიქირაო. ყველაფერს აგიხსნით მის მარჯორი. ძალიან მარტივია, უბრალოდ დაანგარიშების სისტემას ცვლიან. ფორმატი შეცვალეს, ანუ ანგარიშები სხვა ფორმატშია დაწერილი. მომისმინე. შემთხვევით შენი საუბარი მოვისმინე. დამიჯერე ბერნი. ქალაქში ყველაზე გაბედული კაცი ხარ. არც ისე უხეშია, როგორც ამბობენ. დარწმუნებული ხარ? არავინ ხავს, დონ. მარტოსული ადამიანია, ვიღაც ჭირდება. თოვე რომ შაბათს ვან კლაიბარნის პიანისტთა კონკურსზე ფორტ ვორთში წამომყოლოდა. კარგად გაერთეთ. ის ხომ ყველაზე მდიდარი ქვრივია ქალაქში. შეიძლება ყველაფერი აანაზღაუროს. დონ. თუ გადახდას შემოგთავაზებს, რამდენიმე ბოთლი დომ პერიგიონი შეუკეთე. დაათვრე და იქნებ გაგიმართლოს. არა, დონ. გულწრფელად სჯეროდა, რომ იღებას გაცემა სჯობდა. ბერნის ფულთან პრობლემა ჰქონდა. გულუხვი იყო. ზოგიერთის აზრით ზედმეტად გულუხვიც. სინამდვილეში ყიდვის მანია სჭირდა. მაღაზიაში თუ რამე მოეწონებოდა, ამ ნივთის მთელ მარაგს ყიდულობდა. შემდეგ კი ხალხში არიგებდა ხოლმე. სიგიჟე იყო. მაგრამ ბერნის ადამიანის გაღიმება უყვარდა. მეგობრები სჭირდებოდა. სურდა რომ ხალხს მიეღო. ბერნის ყველაფერი გამოსდიოდა. შეეძლო სახლში შპალერი გაეკრა. ბევრი კაცი ამას არ გააკეთებს, თუმცა ფარდებსაც კიდევდა ხოლმე. ასევე სავაჭრო სამრეწველო პალატაში საშობაო დეკორაციების კომიტეტს ედგა სათავეში. კარტეტში ეს მნიშვნელოვანი საქმეა. ბერნი ძალიან ჭკვიანი იყო. ხალხს შემოსავლების აღრიცხვაში ეხმარებოდა, ფინანსურ კონსულტაციას უწევდა. სამსახურში თუ რამეს იყიდით და კომპანია, ნავთობის კომპანია არ გადაიხდის, ეს დაფითული თანხაა. მაგალითად, ტობი, ეს სამუშაო ტანსაცმელი კომპანიამ გიყიდა? არა, ჩვენით ვიყიდეთ. სწორედ ეს არის თანხის დაფითვა. სადილზე და სამუშაო ფეხსაცმელზე რა სიტყვით? ამას მაინც გაძლევენ? არა. ასეც ვიფიქრე. დამცინი? თანხის დაფითვა ნომერი 2 და 3. გმადლობთ, შერიფო ჰაკაბი. თქვენ უსმენთ KGAS, აღმოსავლეთ ტეხასის გულისცემას. სანამ სკოლის კაფეტერიის მენიუსა და ქორწინების იუბილეზე ვისაუბრებთ, თქვენ წინაშეა ბერნი ტიდი. ლეგეტის დამგრძალავი ბიუროდან. გმადლობ, ჯერი. როგორც უკვე იცით, მისტერ ჰარვი განოლცმა სამყარო ნაადრევად დატოვა. ის გასულ ოთხშაბათს საავადმყოფოში დაიღუპა. მისი მომწვევა ძალიან მიყვარდა. ყოველ პარასკევს ხალხი რადიოს მხოლოდ ბერნის მოსასმენად რთავდა. მისი ნეკროლოგები ბანალური არ იყო, უბრალოდ ამბებს არ ყვებოდა ხოლმე. ეს იყო, ნახოთ იქნებ გავიხსენო, გარდაცვლილი მისტერ განოლდის მგლოვიარე ახლობლები. მიმა განოლცი, მისი დედა ჯორჯია.
გარდაცვლილებს მუდამ კარგად წარმოაჩენდა ხოლმე. მათზე საოცრად ლამაზად საუბრობდა. აი მაგალითად განოლცი ლოთი იყო, ყველგან აყალ-მაყალს ტეხდა. საბოლოოდ კი აუზზე მოკლეს. ასეთ კაცზე რამე სასიამოვნო როგორ უნდა თქვა. ბერნი დაიწყებდა ხოლმე. ის ცნობილი იყო სოციალური ურთიერთობებითა და საუბრის საოცარი უნარებით. ბავშვი ხეს მანქანით შეასკდებოდა, ბერნი კი ამბობდა. ახალგაზრდა მისტერ შოტველს სიკვდილი უკნიდან მიეპარა, უეცრად ჩამოწოლილი ნისლივით შეუმჩნევლად. რა მოხდა? სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ თქვენი 4 კლასელი ახლახან დაიღუპა. ყველას ასე დაემართება, ვინც საჭესთან ნასვამი დაჯდება. გინდათ, რომ მათ ადგილას თქვენ იყოთ? სულ ერთი იყო რა მოხდებოდა. ან ვის დასჭირდებოდა. საზოგადოების დასახმარებლად ბერნი ყველაფერს გასცემდა, რაც კი გააჩნდა. კარტეჯის სერდგულება სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი. ცხოვრება მშვენიერია. ყოველი წუთი სასწაულია, თუმცა თვალის დახამხამებაში მთავრდება. ზედმეტად ახალგაზრდაა. ზედმეტად ახალგაზრდაა. ხალხის გაერთიანების საოცარი ნიჭი ჰქონდა. თანაც არა მხოლოდ აკრძალვებზე და ეკლესიაში. წამოიწყო კამპანია გაალამაზე კარტეჯი. ასევე მოაწყო აღმოსავლეთ ტეხასის პირველი ხელოვნების ფესტივალი. მხატვრები მთელი რეგიონიდან მოიწვია და მათი ნამუშევრები გამოფინა. ეს ყველაფერი, უკაცრავად, ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, ეს ყველაფერი ამით გააკეთეთ? რა ქვია? ელექტროხერხი დაამზადეთ? ამას როგორ ახერხებთ? დილით ახალი იდეით ვიღვიძებ და ამ იდეას ზედმეტ ნაწილებს ვახერხავ. შეიძლება დაგელაპარაკოთ. სავიზიტო ბარათი გააქვთ? დიახ. ერთი იდეა მაქვს და შეკვეთა მინდა. არ ვიცი ასე მუშაობთ თუ არა. ბარათ შეხედე? ხისგან დაუმზადებია. დაგირეკავთ. კარგი, აღმოჩენა ხართ. გმადლობთ. მადლობა თქვენ. გმადლობთ. დროებით. დიახ, ბერნი ყველგან დაატარებდა. ვან კლაიბერნის კონკურსიც წაიყვანა. კოლეჯშიც დაყავდა სპექტაკლების რეპეტიციებზე, რომელზეც მუშაობდა ხოლმე. მის ნიუჯინი მუდამ გვერდით ყავდა. I've never been in love before. Now all at once it's you forevermore. I've never been in love before. I thought my heart was safe. I thought He had come to a production ჩვენს ადგილობრივ თეატრშიც მოვიდა. and he იდეები გაგვიზიარა და დახმარება შემოგთავაზა. სულ მალე ერთი სპექტაკლის მუსიკალური დირექტორი, მეორე სპექტაკლის რეჟისორი და ყველა მათგანიც მსახიობი გახდა. დრამის ოსტატი იყო. forgive this helpless haze I'm in. I've really never been in love before. I've never been in love before. რომანტიკული ურთიერთობა იყო? ერთხელ რესტორანში ვნახე. ერთად სადილობდნენ. ბერნი გადაიწია და ლოყაზე აკოცა. ოღონდ ისე არა, დედასან ბებიას რომ აკოცებ. უფრო რომანტიკულ და სექსუალურ კოცნად მომეჩვენა. ამ დროს კუნესაც კი გავიგონე. უცნაური იყო, ეს საქციელი არ მომეწონა. დენი ბაგდავი, პალონას რაიონის პროკურორი. ამბობდნენ, რომ დაკრძალვიდან ერთ კვირაში მისის ნიუჯინმა ბერნის მისტერ ნიუჯინის 12,000-იანი როლექსის საათი აჩუქა. ამ ფასად ნამდვილად აკოცებდა. პატარა ქალაქში ადამიანები ყოველთვის უარესზე ფიქრობენ. თუმცა საუკეთესოზეც ეჭვობენ. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ კომპანიონები იყვნენ. ბევრი მიიჩნევდა, რომ მისის ნიუჯინი ბერნის უხდიდა, რათა მისთვის კომპანიონობა გაეწია. საშუალოდ წელიწადში დასასვენებლად $100,000 ხარჯავდნენ. რუსეთში იყვნენ, აკაპულკოში, ნიუ-იორკში. ევროპაშიც ჩავიდნენ.
პირველი კლასით მგზავრობდნენ, სპა სალონებს, კურორტებს სტუმრობდნენ. მარჯი უკეთ გამოიყურებოდა. ნახეთ მოგზაურობის ფოტოებში ბერნისთან ერთად. კარგი ვარცხნილობა აქვს, ლამაზია, ბედნიერი ჩანს. ამისთვის მადლობა ბერნის ეკუთვნოდა. მარჯი მიხვდა, რომ ყველაფერი ქონდა. შეეძლო ცხოვრებისგან ყველაფერი მიიღო. მას კი მოგზაურობა უნდოდა. ფული პრობლემა არ იყო. თუმცა სამწუხაროდ არც მეგობრები ჰყავდა და არც ოჯახის წევრები. სანამ ბერნის გაიცნობდა. ერთი რამე ნამდვილად ვიცი. ბელიზში მოგზაურობისას ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ერთმანეთი საცვლებში ნახეს. დამიჯერეთ. შრიფტბორდში ჩასვლის შემდეგ დორისის მაღაზიაში სექსუალური თეთრეულიც იყიდა. გამჭვირვალე ღამის პერანგი შეიძინა, რომელშიც მკერდი უჩანდა. ერთი მითხარით, მისი ასაკის ქალს ძუძუების გამოჩენა რაში სჭირდებოდა? რა საზიზღრობაა? ბერნი გეი იყო? ბერნი ცოტა ფემინური იყო. უცოლო, 30-ს გადაცილებული კაცი, მიუზიკლებზე მოხუც ქალებთან ერთად დაეხეტებოდა. ხო, ამბობდნენ გეიაო, მაგრამ წესიერი ქრისტიანი კაცი იყო. და ყველა ფიქრობდა, ეს შეუძლებელიაო. ნადირობა არ შეეძლო, არა. ამბობდნენ, რომ ბერნი ცოტათი ნაზი იყო. მე კი ვფიქრობდი, რომ დაქორწინება არ უნდოდა. სიმპათიური კაცი იყო. ქალაქში ბევრი გოგო სიამოვნებით შეხვდებოდა, თუმცა ეს არასდროს აინტერესებდა. სულ დაკავებული იყო, ბევრს მუშაობდა. ჩვევად ჰქონდა. მამაკაცის ხელი ჩამორთმევის შემდეგ დიდხანს დაეჭირა. ასევე მამაკაცების ფიტნეს ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი. ვისაც ბერნი დიდი ჰყავს ნანახი, ადვილად მიხვდება, რომ ვარჯიში ნამდვილად არ უყვარდა. ქალაქში თუ გადაეყრებოდით, თუ ეკლესიაში ან ბიუროში არ მიდიოდა, ყოველთვის გახამებული შორტები ეცვა. კამარი კი ჭიფს ზემოთ ეკეთა. და რაც მთავარია, სულ სანდლებით დადიოდა. ჩვენს უფალმა ცხოვარსაც სულ სანდლები ეცვა. ცოლი ერთს მას მოუყვანია. 12 მოწაფე ჰყავდა. მგონი არც ისინი დაქორწინებულან. ერთ-ერთი მათგანი პავლე თავიდანვე მარტოხელა იყო. მაგრამ ახალ აღთქმაში ვერსაც აიკითხავთ, რომ რომელიმეს გაურკვეველი ორიენტაცია ჰქონდა. არა. ჰომოსექსუალური ურთიერთობები ჰქონდა. ეს ფაქტებითაა დადასტურებული. სან-ფრანცისკოში არ ვართ, ამიტომ აქ ბევრი ფარული გეი ყავს. ვიცი, რომ სულ მცირე ორ მამაკაცთან ჰქონდა კავშირი, რომლებიც ჰეტეროსექსუალები იყვნენ. უმთავრესად ამ საქმეს იმიტომ ვაკეთებ და იმიტომ მგონია, რომ კარგად გამომდის, რომ ძალიან ეჭვიანი ვარ. ხანდახან შუაღამისას მეღვიძება, უკანა ეზოს მიღმა, ტყეს ვუყურებ ხოლმე. დანაშაულსა და ქაოსზე ვფიქრობ. და სწორედ ამ დროს ხვდები ყველაფერს. კრიმინალს ვაჩერებ. ვიცდი, ვაკვირდები. და ვუსმენ. შესაფერისი დრო რომ მოდის. თავს ვესხმი. ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩემს ანკესზე წამოგებული დამნაშავის ფარტხალი მანიჭებს. მოსახლეობას პროკურორის მუშაობა მოსწონს, მაგრამ არავინ აიყვანს თანამშრომელს, რომელმაც არ იცის, რომ პროკურორი მუდამ სამსახურში უნდა იყოს. დღე და ღამე. ერთადერთი რაც დენი ბაქს კარგად გამოსდის, არჩევნებში გამარჯვებაა. გაზეთში დანაშაულის ადგილის ფოტოებს აქვეყნებს. ყვება როგორ ესროდა დამნაშავეებს, როგორ აღმოაჩინა ნარკოლაბორატორია. სხვა დროს კი დენი ბაკი სისულელეებითაა დაკავებული.
ერთ რამეს გაჩვენებთ. ძალიან მოგეწონებათ. ამას უიღბლობის ბორბალს ვუწოდებ. ყველა ეჭვმიტანილ ნარკომოვაჭრეს გარკვეული რიცხვი მივანიჭე. თუ თქვენი ნომერი ამოვა, ნომერი 8, დენი ბაკი თქვენს ასაყვანად მოვა. ხელიდან ვერც ერთი ნარკომოვაჭრე ვერ დამისხლდება. ვერც ერთი. ჩემი საუკეთესო ხრიკი მაინც 5 თაღლითი მამის ერთდროულად დაკავება იყო. მათი პოვნა გამიჭირდა. ამიტომ ყოველწლიური კონკურსი ხელები მანქანაზე გამოვიყენე. აი ის დოჯის მანქანების ბაზარზე რომ ტარდება ხოლმე. ხალხი დღე-დაღამე იქ დგას და მანქანას ხელებს არ აშორებს. გაინტერესებთ რა ვქენი? ის 5 მამა მოვიპატიჟე, რომლებიც შვილებს ალიმენტს არ უხდიდნენ. ვიფიქრე რომ ახალი მანქანის ხათრით სამალავიდან გამოძრებოდნენ. გაამართლა თუ არა? რა თქმა უნდა გაამართლა. დაიჭირეთ. დაიჭირეთ. ვფიქრობთ, რომ ფინანსები ტექნოლოგიურ სფეროში უნდა დავაბანდოთ. მაგალითად, Apple-ში. ასევე გვინდა ტომი ჰილფიგერის 1000 აქციის შეძენა. მისი ახალი კოლექცია ვნახე და რას ნიშნავს გვინდა ბერნი? აქციების და ინვესტიციების რა გესმის? შეგახსენებ, შენ მკვდრებს მარხავ. მესაფლავე ხარ და არა ფინანსური მრჩეველი. მესაფლავეს აღარავინ უწოდებს, ლოიდ. დაკრძალვების დირექტორი ქვია. ხო, დირექტორის თანაშემწე ხარ. ვიფიქრეთ, რომ მარჯორის ანგარიშს ცოტა კონსერვატიულად მართავდი. გესმის? ლოიდ? გამითიშა. არა. რა ბზიკმა უკბინა? ლოიდი გისმენთ? ლოიდ. ბერნის ასე აღარასდროს დაელაპარაკო. თორემ ანგარიშს სხვაგან გადავიტან. ბოდიში ცოტა გავცხარდი. ბოდიში არ მჭირდება. აი ასე. შვილი და 4 შვილიშვილი მყავს. ზოგიერთი ჩივილით მემუქრება, ზოგმა კი უკვე მიჩილა. ჩემს სანახავად არც ერთი მათგანი არ ჩამოდის. თანაც ჩემი შვილი ექიმია და ოჯახის რჩენა შეუძლია. აღნიშნული მიზეზების გამო ისინი ჩემს ანდერძში ვერ მოხვდებიან. მთელ ჩემს ქონებას, უძრავს, მოძრავს და შერეულს ვუტოვებ ბერნჰარდ დიდ მეორეს და სრულად მას უნდა გადაეცეს. სიცოცხლეს გაუმარჯოს. გმადლობ, კრისტელ. მირთვი. გაგვიმარჯოს. წამალი მომეცი, ბერნი. რა თქვი? ხომ იცი, რომ სადილამდე წამალი უნდა დავლიო. უნდა წამოგეღო. სად არის? მომეცი მეთქი. მაპატე, მარჯორი, მგონი რაღაც გაუგებრობაა. შენს ოთახში ავალ და მოვიდან. დიდებულია. კარგი. ყველა ანგარიში მის სახელზე გადაიტანა. შემდეგ მინდობილობაც გაუფორმა. ეს ნიშნავდა, რომ შეეძლო ფული თავის ნებაზე დაეხარჯა. და ასეც მოიქცა. 2 წლის შემდეგ.
დიდი ხანია ხაზზეა. არ ნებდება. გამარჯობა, მარჯორი. მაპატიე, მეგონა გითხარი, სად მივდიოდი? ჰაერში ტელეფონი არ შეიძლება, ეს შენც ხომ იცი? დამინჯერე, სადილზე არ დავაგვიანებთ. გზაში ვარ. კარგი ნახვამდის. ასეთი ცხოვრება მაქვს. კარგი. Somewhere along the way. მალე მისის ნიუჯინმა ბერნი დაარწმუნა, რომ დამკრძალავ ბიუროში ნახევარ განაკვეთზე ემუშავა. მასთან კი სრულ განაკვეთზე ყველა თანამშრომელი დაითხოვა. მხოლოდ ბერნი ჰყავდა. მისი ბიზნეს მენეჯერიც იყო, მეგზურიც და მსახურიც. ბერნი, რამდენიმე საათია გელოდები. დრო კიდევ გვაქვს. არ დავაგვიანებთ, მარჯორი. ჩემი გაბაქი მწმენდიდან უნდა წამოგეღო. ახლა სხვა რამე უნდა ჩავიცვა. სულ იმ წეული თვითფრინავით ერთობი. ბერნი, ხომ გითხარი, რომ ხო, მითხარი მე რა? რაღაც შეიცვალა და დამჯერდი. რადგან ტელეფონს თიშავ ხოლმე, ეს პეიჯერი გქონდეს. მუდამ თან უნდა ატარო. გასაგებია? კარგი, ახლა კაბა მომიტანე. კარგი. ჩქარა და უჩქარე. მარჯორი, გთხოვ. მესმის, რომ ზოგიერთ საჭმელს 25 ჯერ სჭირდება დაღეჭვა, მაგალითად, შემწვარ ქათამს, მაგრამ ლობიოს ამდენ ხანს ვინ ღეჭავს? არაფერი მესმის. ყბებისთვის დამატებითი არასაჭირო დატვირთვაა. ქვედა ყბის კუნთებს გაუფრთხილდი, ნამდვილად დაიზიანებ. უსარგებლოა. დაფიქრდი. მომიცი, რომ ჭკუიდან გადაყავარ. გთხოვ, გაჩერდი. თითქოს დაფაზე ფრჭილებს უსვამ. კარგი დაღეჭე. მთელი დღე არ გაჩერდე. ბერნი ისეთი თავაზიანი იყო. ისეთი უპრობლემო. საშინლად არ უნდოდა, რომ ვინმესთვის გული ედგინა. ამიტომ ვერავის ეუბნებოდა. დაახვიეო. ბერნი, გელოდები? რომელი გირჩევნია, დრამა რეალურ ცხოვრებაში? ზაფხულის პომიდორის მომზადების წესები თუ ზაფხულის პომიდორის მომზადების წესები. ზაფხულის საუკეთესო პომიდორი? კლიპტონ სკრეპი ჰოლმსი, აღმოსავლეთ ტეხასის ლეგენდარული ადვოკატი. ძალიან მომთხოვნი, ულმობელი და ვერაგი იყო. ბერნი მასზე დამოკიდებულ პირად აქცია. მის დროზე ეჭვიანობდა. მისი სოციალური სტატუსის შურდა. თუმცა მის მიმართ ზედმეტად გულუხვი იყო. მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიეტოვებინა. ხალხს გემს ათვალიერებინებთ? თელ გემს? დიახ, ტურს ვაწყობ. ასევე ბარმენი ვარ კაპიტნის კაიუტაში. ბევრი პროფესია გქონია. დიახ. ყველაფერი გამოგდის. კარგია, ხელფასს არ ვუჩივი. რატომაც არა? თან მსოფლიოს ათვალიერება რა? ო, ასეა. მაგარია. მარჯორი, ეს კევინია, აქ მუშაობს. გამარჯობა, მის ნიუჯინ. ბერნი, დაგეგმილი გვაქვს. უნდა წავიდეთ. მზად ვარ, კარგი. არ გაინძრე? კარგი, გინდა წამოვიღო. კითხობს ნუსვამ. გასაგებია, გმადლობ. კარგია. წავედით. სასიამოვნო იყო, ჩემთვისაც დროებით. კარგად.
პირდაპირ ლინზას შეხედეთ და თქვით ეგვიპტე. 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 კარგი. აბა, ყველანი Wells Fargo-s ვაგონის ჩამოსვლისთვის მოვემზადოთ. ამ ვაგონში ჩვენი ყველა ინსტრუმენტია. ამიტომ ძალიან გვიხარია. ერთი წუთით. მინდა რომ პულსაცია ვიგრძნო. მზერა ჰორიზონტისკენ მიმართეთ. ხელი ასე დაიჭირეთ, რადგან ახლა ყველა ასე აკეთებს. ზედმეტად ბანალურია, გასაგებია? კარგი, 1, 2, 3, 4 წავიდა. აი ასე. კარგია. ოჩახ. ამ პოზაში დარჩით. ახლავე მოვალ. რომ არ დაურეკო ჯოჯოხეთს მომიწყობს. მარჯორი, როგორ ხარ? რამე ხომ არ მოგიტანო? რეპეტიციის მერე რომ იყოს? კიდევ 40. კარგი, მოვდივარ. ახლავე. შეგიძლია დაასრულო. უნდა წავიდე, გმადლობ. როგორ არის საქმე, კარლ? მის ნიუჯინმა გამომაგდო. რა მოხდა? ამბობს, რომ ბალახის საკრეჭი მოუპარე და ჩემთან ზანგების უბანში წავიღე. რა? ეს რატომ იფიქრა? დამინახა, რომ მიმქონდა. შესაკეთებლად მივდიოდი. დაველაპარაკები, კარგი, კარლ? ჯერ ახალ სამსახურს ნუ მოძებნი. კარგი. მაგრამ დაბრუნება არ მინდა. დღეს მაინც. შენი მესმის. ყველაფერს გავარკვევ და დაგირეკავ, კარგი? ძალიან მწუხვარ. კარგი. იმ დროს მობრძანდები, როცა მოისურვებ. როცა შენთვისაა მოსახერხებელი. კარგი, კარგი, კარგი. კარლთან რა მოხდა? თავიდან მოვიშორე. ფაქტზე დავიჭირე. ღმერთმა იცის კიდევ რა მოიპარა. ამბობს, რომ შესაკეთებლად მიქონდა. ხო, ამბობს. არ მგონია, რომ კარლი ეს ყვავილები, რომლებიც თითქოს დარგო, 2 კვირის წინ უნდა აყვავებულიყო. ზარმაცი და უმაქნისია. არაფერს აკეთებდა. არ მჯერა, რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა. მისნაირებს რატომ იცავ? მარჯორი, შენთან მეგობრობა ძალიან რთულია. სხვა დროს მოვალ. წადი, მიმატოვე, როგორც ყველამ. წადი, წადი, გაეთრიე. შენც გძულვარ. მარჯორი, ამ კამათში არ აკვები. კარგად იცი, რომ ვიცი, ვერ მიტან. ვიცი, რომ ვერ მიტან. არა. როგორც ყველა. Basically, it was like Bernie became ბენი მის საკუთრებად იქცა. ვერასდროს მიმატოვებ. ვერასდროს. he was a sole source. მისი სათამაშო იყო და ყველა ბრძანება უნდა შეესრულებინა. I truly believe the guy ბერნი გრძნობდა, რომ იხჩობოდა, რომ სულ ეხუთებოდა. his win. არ vicი როგორი ტანდა. I don't know how the guy stood. არ ვიცი. Well, მიდი, გამოკარი წყეულს ასხლეც. არ შემიძლია, მგონი არასწორად უმიზნებ. კარგი. მინდა რომ იმ ჯავშნოს ან სესროლო, რომელიც ჩემს ბაღს თხრის. კარგი? ასეთი რთულია, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც კაცობა გამოიჩინო. კარგი. ახლა ჩემი ბაღის გადაცხრაზე შენ ხარ პასუხისმგებელი. წადი და ორმოები თავად ამოავსე. შეგიძლია ერთი შენთვისაც გაითხარო. მაჩვენე? ჩემი კაბანქი მწმენდიდან წამოიღე? ო, წამოვიღე. სამზარეულო დაალაგე? ო, აფთიაქიდან ჩემი წამალი მოიტანე? არა, მაგრამ ვიფიქრე, სადილამდე ავიღებდით. ჯალაპენოთრიჩი ისევ გინდა წასვლა? მგონი. კარგი, არ გაინძრე? ღმერთო. დღეს ჩვენს რეპეტიციას დაესწრები? არა. რელიზი მოამზადა მუვიჯიმ.
მარჯორი, მარჯორი, კარგად ხარ? მარჯორი, რამე მითხარი? მარჯორი, არ დამელაპარაკები? მარჯორი, ხმა მოიღე. არა, ღმერთო, არა. რა ჩავიდინე? ღმერთო, ეს რა ჩავიდინე? გევედრებ, მითხარი რა ვქნა? რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებ. "76 trombones led the big parade with 110 cornets close at hand. They were followed by rows and rows of the finest Persian bows, so's the green of every famous band. Trombones hit the counterpoint, while 110 cornets blazed away. To the rhythm of harsh, 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 all the kids began to march, and they're marching still right today. Great job, everyone. ყოჩახ კარგი იყო. გონი დროშებმა ცოტა დაიგვიანა. ასევე ნაბიჯების ზუსტი უნდა იყოს. ერთი მეც შემეშალა, მაგრამ მგონი თქვენი ბრალი იყო. თუმცა თავი კარგად გაართვით. 5 წუთით დაისვენეთ და თავიდან დავიწყებთ. არ მგონია, ვინმეს მისის ნიუ ჯინზე ბევრი შეკითხვა დაესვა. თუმცა თუ ვიკითხავდით, ყოველთვის დამაჯერებელი პასუხები ჰქონდა. დეკემბერი. გამარჯობა, ბილი. ბერნი ტიდი ვარ. მისის ნიუ ჯინის სახელით ვრეკავ. ხო? სადღესასწაულო ვარცხნილობის გასაკეთებლად არ მოვიდა. გადმოგცეთ, რომ თქვენთან მოსვლას აღარ აპირებს. სხვა სტილისტი უნდა სცადოს. არ გეწყინოს, მაგრამ ამბობს, რომ დიდ დროს ანდომებ და ბევრს ითხოვ. ბილი, მაპატიე, მაგრამ მე უბრალოდ შიკრიკი ვარ. გამანადგურა იმ აზრმა, რომ აღარ მოვიდოდა. არადა 30 წლის განმავლობაში მისი მეგობარი, სტილისტი და ხანდახან მე საიდუმლეც ვიყავი. ის კი? უბრალოდ გაუჩინარდა. იანვარი. მისთვის გაუჩინარება ადვილი იყო. არავინ ეძებდა. არც შვილი, არც მისი ორი და ერთ-ერთი კარტეტში ცხოვრობდა. მაგრამ 10 წელი ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ხელი მოაწერეთ, ჩვენი გულუხვიდან ორისგან, მისის ნიუ ჯინისგან არის. მხოლოდ მისი ბირჟის მაკლერი ეძებდა. ღმერთო. გისმენთ? ბერნი. მითხარი, სად არის? მასთან 5 კვირა არ მილაპარაკია. 11 შეტყობინება დაუტოვე. ახლა ჩემს გვერდითაა ლოიდ მაპატიე, რომ ადრე არ შეგატყობინე, მაგრამ მცირე ინსულტი გადაიტანა. მინდოდა დამერეკა და ყველაფერი მომეყოლა. მოიცა, დამალაპარაკე, მითხარი, კარგადაა? არა, ახლა ლაპარაკი არ შეუძლია. არა, არ უნდა ილაპარაკო. ექიმა გითხრა, რომ მეუბნება მოკითხვა გადაეციო. გამოჯამრთელება გისურვა. კარგი, უკეთ რომ იქნება დაგირეკავთ. მანამდე მითხარი, რით დაგეხმარო? კარგი, ნახვამდის. ბერნი მიცოდა, რომ ჩემს ანგარიშებს არ უნდა შეხებოდა. ამიტომ საბანკო ანგარიშებს მიადგა. დიდრული ჩეკები სწორედ იქ ინახებოდა. თვეში დაახლოებით $40,000. ნამდვილი გულუხვობა სწორედ მაშინ გამოავლინა. შრივპორტის ორკესტრს მესიას დასაკრავად $5,000 გადაუხადა. სკოლას ძალიან ძვირიანი კლავისინი უყიდა. ჩვენი გუნდის რუსეთში წასვლა დააფინანსა. დამაბრუნა და მეც მიხდიდა. წინააღმდეგი არ ვიყავი. კატერები იყიდა, 9 მანქანაც დაუმატა. წარუმატებელი ბიზნესები დააფინანსა. კარტეჯის დაჯილდოების მოსაწყობად $40,000 დახარჯა. ეს ჯილდოების მაღაზიაა. თებერვალი. იოკუმებს ფული ასესხა. მათ კი კოუბოების მაღაზია გახსნეს. ალბათ ეს კარტეჯის პასუხი იყო ნეიმანის საქციელზე. ბერნი ყველას ეუბნებოდა, როცა გექნებათ მერე დამიბრუნეთო. როცა მოისურვებთო, მაგრამ არავინ უბრუნებდა. ბერნი მიცოდა, რომ ჩემი ტყუპი გოგონების დაბადების დღე მოდიოდა. გადაწყვიტა, რომ დიდი ლამაზი სათამაშო სახლი უნდა ქონოდათ. პატარები არიან. ბერნი მეს ჩემს გოგოებს უყიდა. მარტი.
გმადლობთ. გმადლობთ. ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. ბერნი ტიდი, ღმერთმა დაგლოცოს შვილო. კარტეჯის განვითარებისთვის ამდენი სხვა არავის გაუკეთებია. გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოს ბერნი. ბერნის შეეძლო თავისთვის სასახლე ეყიდა. მაგრამ მაინც თავის პატარა სახლში ცხოვრობდა, რომელიც ალბათ $50,000 ღირდა. მანქანას ჩუქნიდა ყველას, ვისაც სჭირდებოდა. ნაღდი ფულით იხდიდა ხოლმე. აი ეს ძველი ლინკოლნი კი, რომლითაც თავად დადიოდა, კრედიტით ჰქონდა ნაყიდი. გადასახადებს კი ყოველთვის აგვიანებდა. არა, სიხარბე ნამდვილად არ ახასიათებდა. თითქმის ყველაფერი, რაც მისის ნიუჯინისგან მიიღო, სხვებს დაურიგა. აპრილი. ლოიდი ძალიან ნერვიულობს. ფიქრობს, რომ ოჯახი უნდა ჩაერიოს. ღმერთო ჩემო, ალბათ ხუმრობ. არ მესმის, ლოიდს პარანოია რატომ დაემართა? ხომ უთხარი, რომ სკოტ უაიტის თავშესაფარშია, ტიმბლში. არ უნდოდა ყველას გაეგო. ეშინოდა, რომ მისი ოჯახი გამოცხადდებოდა და ქონებას დაიტაცებდა. მარჯორის აქციელს გავს. ნამდვილად მარჯორია. 100%-ით. იცი ბერნი, ის ჩემი და ალბათ უნდა მიყვარდეს. მაგრამ ძალიან ბოროტია. ჯიუდი, უხეში და ბოროტი. მასში სიკეთის პოვნა შეიძლება. ჩემს სათამაშოებს ამტრევდა. თოჯინებს თავებს აძრობდა. საშინაო დავალებას მიხევდა. მაისი. შემდეგი მონაწილე მისის აიდა პარკერი. აიდა ამბობს, რომ არ უყვარს კერვა, ქსოვა, მებაღეობა, მდიდრული კერძების მომზადება, სახლის გადაჭარბებული ლაგება და დილეტანტობა. ამ ყველაფერს დაბერების შემდეგ აპირებს. Beautiful dreamer, queen of my song, list while I woo thee with soft melody. Gone are the cares of life's busy throng. Beautiful dreamer, awake to my song. Beautiful dreamer, awake unto me. Beautiful dreamer, awake unto me. გმადლობთ. გმადლობთ. So you saw Mrs. Nugent in April ივნისი. ესე იგი მისის ნიუჯინი წელს აპრილში ნახეთ? with your own eyes? ნამდვილად აპრილი იყო. საკუთარი თვალებით? იცით, სინამდვილეში იმ დღეს არ მინახავს. მასთან მივედი, რათა საბუთებზე ხელი მოეწერა. კარი ბერნიმ გამიღო, მითხრა, რომ ქალბატონი ავად იყო. საბუთები თვითონ წაუღო და ხელი მოაწერინა. მე კი ჩემი საქმე გავაგრძელე. Okay. კარგი. Confirms. ნაცნობი სიტუაციაა. Appreciate. გმადლობთ. როგორც ჩანს, ლოიდ ჰოლმბაკმა ამარილოში დუეინ უმცროს დაურეკა და ნერვები მოუშალა ღმერთო. იცით, მგონი ლოიდი ნაწყენია, რადგან მარჯის ავადმყოფობის გამო საკომისიოს კარგავს. მისის ნიუჯინის ფულს ვერ ფლანგავს და დიდ ხელფას ვერ იღებს. შესაძლოა, მაგრამ დუეინ უმცროსი ამბობს, რომ მის შვილებს მამამისის ანდერძის მიხედვით ყოველწლიურად თანხა ეკუთვნით. ამ წელს კი არაფერი მეუღიათ. ვერც მიიღებენ, თუ მისის ნიუჯინი არ გამოკეთდება. საბრალო ქალის ავადმყოფობაშია, სერიოზული შეტევა გადაიტანა. უბრალოდ არ უნდა, რომ შეაწუხონ. ყველას უთხარით, რომ ცოტა ოდენი მოთმინება გამოიჩინონ. მე პრობლემა არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, არც მე მინდა რომ შემაწუხოს. მაპატიეთ, რომ ამ საქმეში გარევა მოგიწიათ. დაივიწყე, ლოიდ ჰორნბაკლი, აბეზარი კაცია. დროებით ბერნი. გმადლობ, შერიფო. ივლისი. ისმენთ. დანაშაულის გრძნობასთან ერთად ცხოვრობ.
All the police have to do. პოლიციას ერთი პატარა სამხელი სჭირდება და ჯოჯოხეთში გაგამწესებს. To hell you go. Lloyd, is that you? ლოიდ, შენ ხარ? Lloyd? ლოიდ, გესმის? Bernie, are you ბერნი, კარგად ხარ? Yeah. ო, უბრალოდ შეიძლება რაღაც კითხო. რა თქმა უნდა. It's so ძალიან უცნაურია. Do you გჯერა რომ ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს რაღაც და თან გრძნობდეს რომ ეს მისი ჩადენილია. Not even them doing it, almost like როგორც ჯეკილი და ჰაიდი. Bernie? ბერნი, Stop. ნუ ღელავ. ყველაფერი რიგზია. Someone's. ადამიანის პირადი მისწრაფება არავისი საქმე არ არის. We all. ისეთი გვიყვარ ხარ, როგორიც ხარ ბერნი. shackled by a heavy burden, neath a load of guilt and shame. Then the hand of Jesus touched me, and now I am no longer the same. He touched me, oh, he touched me. ღმერთმა დაგლოცოს ბერნი. თქვენც მისტერ ბრაუნ. ძალიან ლამაზი იყო. მადლობთ. სასიამოვნო უქმებს გისურვებ. ღმერთმა დაგლოცოთ. როგორც ყოველთვის ბერნი სიმღერები ძალიან მომეწონა. გმადლობთ. ოჩახ, გმადლობთ მარიბელ. დასანანია მარჯორიმ რომ ვერ მოისმინა. გავიგე რომ თავს უკეთ გრძნობს. Some days it's დიახ, ხანდახან თითქოს გამოკეთებას იწყებს, მაგრამ მეშინია რომ მალე დავკარგავ. წუხვარ. აგვისტო. Finally. როგორც იქნა. 9 months. 9 თვეა მისის ნიუჯინი თვალით არ მინახავს. მის სახლში შევედით. ბებია? Miss Nugent? მის ნიუჯინ. Grandma? ბებია? Nothing. არსად არის? It's nothing. აქ არაფერია. Why would she take? საყინულე ჩაკეტილი რატომ აქვს? ღმერთო ჩემო. შერიფო. სერმე ჟურნალისტი ვარ KCM-დან. მე მოიცადეთ. მომხდარზე არაფერს იტყვით? შერიფო, გამარჯობა დენი. In the freezer? საყინულეში? ხო. All one თლიანი იყო თუ დანაწევრებული? თლიანი. ჯანდაბა. ხილის ნაყინივით გაყინული. ფრთხილად. გზას გაუდეკით, პირდაპირ დალასში. ყავისთვისაც არ გაჩერდეთ. დიახ, სერ, არ გავჩერდებით.
We have loaded up საყინულეს შიგთავსიანად დალასის სამედიცინო ექსპერტის ლაბორატორიაში გავგზავნეთ. იქ ექსპერტები შეისწავლიან. ამ დროისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები გყავთ? ჯერჯერობით ერთი კაცი მახსენდება, რომელსაც უნდა დაველაპარაკო. შერიფ მოიპოვეთ? ჯერ ისევ ვეძებთ. არც კარტეჯის აეროპორტშია, არც დაჯილდოებაზე და არც სახლში. მომისმინეთ. თელ ჩვენს რაიონს ბადეში გავხვევთ და ნომერ პირველ ეჭვმიტანილს ვიპოვით. შესაძლოა საქმე შეშლილთან ან მანიაკთან მქონდეს. მიზნების მიღწევა, უნარების დახვეწა, თქვენი მოწინააღმდეგე მეორე გუნდი კი არა, თქვენ თვითონ ხართ. თუ ბევრს იშრომებთ და საუკეთესოები გახდებით, ანგარიშის მიუხედავად ცხოვრებაში გამარჯვებულები თქვენ იქნებით. შეგიძლიათ თავი აწიოთ. მისტერ ტიდ, შეიძლება დაგელაპარაკოთ? რა თქმა უნდა. ახლა? კარგი. ახლა პოლიციას დაველაპარაკები. ბატონებო, დიდებული დესერტი დაიმსახურეთ. მიერთვით. თქვენით ძალიან მამაყობ. აკეთ? მის მოკლაზე რამდენ ხანს ფიქრობდი, ბერნი? მისის ნიუჯინის მოკლაზე არასდროს მიფიქრია. მე შესაძლოა მის სიკვდილს წარმოვიდგენდი, მაგრამ მკვლელი მე არასდროს ვყოფილ ვარ. ყოველთვის უბედური შემთხვევა კლავდა ხოლმე. მაგალითად, ავარია, ან ლონგვიუს სავაჭრო ცენტრის ესკალატორი. მე კი მის გადახსნილ სასახლესთან ვქვითინებდი. სხვებს ვამშვიდებდი და თავსაც ვიმშვიდებდი ხოლმე. მისი სიკვდილი რატომ გინდოდა, ბერნი? ისეთი უხეში და მესაკუთრე გახდა. მის გვერდით ყოფნა აუტანელი იყო. მერე კი ეს მოხდა. არ ვიცი. ვესროლე. საბრალო მისის ნიუჯინს 4-ჯერ ვესროლე. არმადილოების იარაღით. მერე? მერე ღმერთმა ის თავისთან წაიყვანა. ვიცი რომ შევწოდე და ცოდვა უნდა მოვინანიო. ელიზაბეთ, ახლა გავიგე რომ ბერნის შენი და მარჯი მოუკლავს. ძვირფასო, არა. მარჯი ტიმბულში მოხუცთა თავშესაფარშია. არა, საყინულეშია და დალაში მიყავთ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მოხდებოდა. შოკირებული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ბერნიმ ჩაიდინა. შეუძლებელია. ნამდვილად დაუჯერებელი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა. ვიცოდი რომ მისი მოკლა ბევრს უნდოდა, თუმცა ბერნი ტიდი მათ შორის უკანასკნელი იყო. ყველანი შოკში ვიყავით. უბრალოდ არ გვჯეროდა. ბერნი, რომელსაც მე ვიცნობდი, შიშარა იყო. ვერასდროს არ მოვიდგენდი, რომ ვინმეს მოკლავდა. ვიფიქრე, რომ შეცდომა დაუშვეს. ავიღოთ ერთი საყვარელი ბიჭი, რომელიც ბერნი იყო. ყველაზე კეთილი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და მისის ნიუჯინი, რომელიც საყვარელი არ არის. ოდნავადაც არა, ბოროტია. ესე იგი გვაქვს სიკეთე და ბოროტება, რომელიც ერთმანეთს ებრძვის. დროთა განმავლობაში რაღაც მოხდებოდა, ვიღაც გატყდებოდა. ალბათ მისმა ბოროტებამ ბერნის სიკეთე გადაწონა და ბერნი უბრალოდ აფეთქდა. ცუდის გაკეთება ყველა შეგვიძლია. თუ ვინმე საკმარისად გაგვაბრაზებს. ალბათ უნდოდა რომ დაეჭირათ. შეეძლო მისი გვამი რომელიმე თვითფრინავში ჩაეწვინა. ზღვისკენ გაფრენილიყო და სხეული წყალში მოესროლა. გვამის გარეშე ვერ დააპატიმრებდნენ. ისეთი გულქოქალი იყო, ჯობდა ბალიშით გაეგუდა. გვამსაც კი არავინ გაკვეთდა. რამდენიმე დღეში დაკრძალვას მოუწყობდა. მაშინვე თავი გავაქნიე. ბერნი. ვინ კლავს საკუთარი საკვების წყაროს? ნამდვილი საგეჟეთი იყო. ხალხი დენი ბაქს ტკიპებივით მიეწება. დენი ბაქ ხომ იცი, ბერნიმ თოფიდან სროლა საერთოდ არ იცოდა. არც სანადიროდ დადიოდა. ირემს და ძაღლს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა. მართალია. ჩვენს ქალაქში კეთილი კაცები აღარ არიან. საბრალო ბერნის თავი დაანებე დენი ბაქ. არ გვჯერა რომ ან მოკლა. თვითონ აღიარა. დენი ბაქ. მისის ნიუჯინს მშვენივრად იცნობდი. არ დაფიქრებულ ხარ? იქნებ ბერნი თავს იცავდა. თავს იცავდა.
იქნებ აღიარება აიძულეს. შეიძლება სცემეს კიდეც. ზედმეტად საყვარელია და დაკითხვას ვერ გაუძლებდა. არანაირი დაკითხვა არ ყოფილა. შემოვიდა დაჯდა, ყველაფერი გვიანბო. ასე მარტივად. ჯანდაბა. სიმართლეც რომ იყოს, ისეთი ბოროტი და ავი იყო, რომ დაიმსახურა. ისი არაა, როგორც ხალხი ამბობს, მხოლოდ 4-ჯერ ესროლა და არა 5-ჯერ. იცით რა? ყველანი გადარეულები ხართ. I like Bernie Tito's. ბერნი ტიდი მეც თქვენსავით მომწონს, მაგრამ ქალს მართლა ესროლა. I'll tell you what. ერთ რამეს გეტყვით. I don't claim. არ ვიცი ბერნი მეს მართლა ჩაიდინა თუ არა. ყველაფერი ყოვლის შემძლე ღმერთსა და მას შორის უნდა გაირკვეს. ჩემი აზრით, ღმერთს უნდა მივანდოთ. იმედია ნაფიც მსაჯულთა შორის ვიქნები. დიახ. იმ ხალხის პატიება უნდა შეგვეძლოს, ვინც შეცდომა დაუშვა. და ყველაფრის მიუხედავად, ბერნის ჩვენი ლოცვა სჭირდება. უნდა გავიაზროთ, რომ ტრაგედია ჩვენი რწმენის გამოცდაა. ახლა ბერნიმ უნდა იცოდეს, რომ მისი რწმენის გამოცდისას ღმერთს და მის მრევლს ის არ მიუტოვებია. მიხარია თქვენი ნახვა. დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ. მამაო, მომისმინეთ. მესმის რომ ახალი აღთქმის მიხედვით მოქმედებთ, მაგრამ მოსახსენიებელთა სიიდან მაინც ამოიღეთ. ნეიტრალური უნდა ვიყო. მოძღვარი ყველა სჭირდება. ნეიტრალური? მამაო, თქვენ ახლა დანაშაულს დაუჭირეთ მხარი. ყველგან საბრალო ბერნი მესმის. საბრალო მარჯორის არავინ ახსენებს. მგონი ყველას დაავიწყდა, რომ ჩვენი მრევლის წევრ ქალბატონს ზურგში 4-ჯერ ესროლეს და საყინულეში ჩაკეტეს. დენი, ასეთ ბერნის ჩვენი ეკლესია არ იცნობს. მართალია, როგორც ჩანს, მხოლოდ ის ბერნი გახსოვთ. ეკლესიას $100,000 რომ შესწირა მამაო. დენი, წუხარ ასე რომ ფიქრობ. ყველას ძალიან უჭირს. კარგი ბავშვებო, ყველა სიკეთე, რაც ბერნიმ გააკეთა, რაც გვიყიდა, უბრალოდ მოვიდნენ და ბერნის მიერ დახარჯული მისის ნიუჯენის ფულის დაბრუნება დაიწყეს. დავკარგეთ აეროპორტი, საუკეთესო მაღაზია, მანქანები, ზოგმა სახლები, კატერები. მისის ნიუჯინის ქონებიდან $600,000 დახარჯა. არანაირი საბუთი არ გაქვთ? თვითარი ხომ არ შეგინახავთ? არ ვიცი, უბრალოდ მაჩუკა. მითხრა შენი იყოსო. შეეძლოთ ფული ეკლესიისთვის მაინც დაეტოვებინათ. ბოლოს და ბოლოს აშენებდა, ხომ არ ანგრევდა. მოდიან. არსებობს ინფორმაცია, რომ გარიგება მიმდინარეობს მცირე ამ პირობით სასჯელზე. რაიონის პროკურორმა დენი ბაგდევიცონმა ტეხასი განაცვიფრა და ტიდის პირველი ხარისხის მკვლელობაში დასდო ბრალი, რასაც შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მოხვეს. აშკარაა, რომ პატარა ქალაქ კარტეჩში მკვლელობასთან დაკავშირებით აზრები გაიყო. მისის ნიუჯინისთვის ზურგში არ უსრია. ეს არ ჩაუდენია. ბერნარდ ტიდი ურჩხული არ არის. არც ერთი ნაფიცი მსაჯული პირველი ხარისხის მკვლელობაში არ დაადანაშაულებს. შესაძლოა საერთოდ უდანაშაულოდაც ცნონ. ფიქრობ, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედაც რომ აღიარონ, პირობით სასჯელს შეუფარდებენ. ციხეში არაფრით არ გაუშვებენ. მანამდე კი ბერნი რაიონის ციხეში იმყოფება, სადაც როგორც გვაცნობეს, უკვე ცნობილი პატიმარი გახდა. ის ბიბლიის კურსს კითხულობს და პერსონალს კერძებს უმზადებს. ახლა ღვეზელის ქვედა მხარეს ყველი უნდა დავალაგოთ, რათა სითხე და ცომი ერთმანეთს დააშოროს. ზოგიერთი გახეხილ ყველს ამჯობინებს, თუმცა ჩემი დაკვირვებით, თუ პატარა კუბებად დავჭრით, ცომი უკეთ გამოცხება. ახლა ბროკოლის ზეთისხილის ზეთში უნდა მოვშუშოთ, სანამ ღია მწვანე ფერს მიიღებს. ასე გემოს ინარჩუნებს. უმს გემოს საერთოდ არ აქვს. არ ვამბობ, რომ საქმე უნდა დახუროთ, მაგრამ არ შეიძლება ბერნის სერიოზულ სასჯელს გადავარჩინოთ. 14 და 74. რაღაცას გეკითხებით, მისის ბეკ. ვინმეს თქვენთვის ზურგში 4-ჯერ რომ ესროლა, მაინც თანახმა იქნებოდით, რომ სასჯელს გადამერჩინა. ნაფიც მსაჯულებში თუ მოუხვდები, მას უდანაშაულოდ ვცნობ.
ბერნის თუ ბრალს აუყენებდი. მიუხედავად იმისა, რომ ხელში აღიარება მეჭირა, Confession in my pocket. გარანტია მაინც არ მქონდა. I was a bit trepidatious. თითქოს მთელი რაიონი მოაჯადოა. Spell of the entire მოხუცი ქალბატონები, ეკლესიაში მოსიარულე მეთოდისტები, ყველა ვისაც ჯუკა, თანაც მისის ნიუჯინის ფულით. ფარული ჰომოსექსუალები. ყველა ფიქრობდა, რომ გამოძრებოდა. Everybody thought he was. თუმცა ერთი კოზირი მაინც მრჩებოდა. დიდი სასამართლოს სან აგვისტინში გადაინაცვლებს და გამოვიყენე კიდეც. Well, trials are generally პროცესის გადატანა ხდება, როცა მოსამართლე გადაწყვეტს, რომ ადგილობრივი სასამართლო ბრალდებულის მიმართ მიკერძოებულია. ძირითადად იმიტომ, რომ დანაშაული იმდენად აშკარა და გახმაურებულია, რომ საზოგადოება საბრალო ეჭვმიტანილის ბრალეულობაში დარწმუნებულია. ამდენი წელი აქ მუშაობდა, არასდროს მსმენია, რომ ადგილის შეცვლა შტატის სურვილი ყოფილიყოს. იმიტომ, რომ ბრალდებული ყველას ძალიან უყვარს და არავინ გაასამართლებს. ამიტომ, როცა გავიგე, რომ მოსამართლე პროცესის გადატანას დათანხმდა და დენი ბაკის უგუნური თხოვნა დააკმაყოფილა, გავიფიქრე დაგვერხა. ჩვენი საქმე სუდად არის მეთქი. დამნაშავე თუ უდანაშაულო. საყინულე შემოიტანეთ. სან ავგუსტინი, ციყვებზე ნადირობის მსოფლიო დედაქალაქი. ნაფიცმა მსაჯულებმა ნახონ, სად გაატარა მისის ნიუჯინმა გარდაცვალების პირველი 9 თვე. Poor excuse for a cat. სასახლის უბადრუკი ალტერნატივაა. Make sure it opens up. ბიჭებო, ნაფიცმა მსაჯულებმა კარგად უნდა ნახონ. დარბაზის ორივე მხარე ნამდვილი საგიჟეთი იყო. მაგრამ ეს ხომ დიდი სცენა იყო, დიდ ქალაქში, დიდი სანახაობა, რომელსაც ყველა ელოდებოდა. დარბაზში მართლაც საყინულე შემოიტანეს. They projected pictures. გაყინული და მკვდარი მისის ნიუჯინის ფოტოები გამოფინეს. And then შემდეგ კი დამწუხრებული ნათესავების შემოიყვანეს. And then I went to მე საყინულესთან მივედი and I saw და დავინახე, რომ underneath her სიმინდისა და ხორცის ქვეშ naked. Her pop pies was თავზე გაყინული ნამცხვარი ედო. the top of her ნამდვილი head. კოშმარი იყო. It was so Koszmary. horrible. მეტი კითხვა არ მაქვს. ქონოღირსებავ. When was the last time you talked ბოლოს to your grandmother? ბებიას როდის ესაუბრეთ? არ მახსოვს. Isn't it მართალია, რომ 4 წლის წინ თქვენ და თქვენმა ძმამ ბებიას კინაღა მოჩივლეთ. ეს ადვოკატმა გვირჩია. a lawyer? ადვოკატმა? You mean just some ვიღაც lawyer ქუჩაში coming off გაცნობილმა the street? ტიპმა? Are we talking about თუ your თქვენმა lawyer? პირადმა ადვოკატმა? დიახ, ალბათ ჩვენთან მუშაობდა. How ნამდვილად sorry თქვენთან he was მუშაობდა. for you. ცდილობდა ბებია He was თქვენისთვის trying to get your ფული grandmother's წაერთმია, body, არა? wasn't he? Did you ever speak მას შემდეგ ბებიას ელაპარაკეთ? არ მგონია. Oh, you don't არ think so. გგონიათ? Well, you იცით, know რომ you არ did. გისაუბრიათ. But you თუმცა told us ცოტა ხნის წინ earlier that you were გითხარით, რომ real close to your ახლოს grandmother. იყავით. Now, was that იმ the ხალს same გულისხმობდით, woman რომელსაც that you sued for ფულის money? გამოუჩიოდით? Is that the same woman იგივე that you ქალია, have რომელთანაც spoken to 4 წლის for განმავლობაში არ years? გილაპარაკიათ? გულით ვგრძნობდი, რომ ახლოს ვიყავით. I knew he was in ნაფიცი trouble. მსაჯულები რომ დავინახე, მივხვდი, რომ წასული იყო მისი საქმე. Bernie was just gonna have to get up ბერნის and თავი უნდა ემართლებინა სენტ ავგუსტინელი ინდიელების წინაშე. Augustine კბილებზე მეტი rednecks ტატუ ჰქონდათ. over there. I mean, they got more tattoos than ტვინის teeth. მარცვალიც არ გააჩნდათ, არადა 12-ნი იყვნენ. და ასეთი მნიშვნელოვანი რამე უნდა გადაეწყვიტათ. ამ ხალხს ჩემს მანქანასაც არ ვანდობდი. Now, Bernie, ბერნი, after you were... დაბადების შემდეგ დანაშაული აღიარე, ხომ ასეა? Yes, sir. დიახ, სერ. How did you... მარჯორი ნიუჯინის მიმართ რას გრძნობდი? I cared მარჯორი for ჩემთვის her ძვირფასი იყო. I loved her ძალიან მიყვარდა. and I've sent letters ციხიდან to მის Dale ოჯახს family asking their forgiveness. წერილები გაუგზავნე და პატიება ვთხოვე მარჯის ცხოვრების დანგრევისა და ამხელად კივილის გამოწვევისთვის. If you თუ cared for ძვირფასი her, იყო და გიყვარდა, even loved მისი მოკლა why do you... რატომ გადაწყვიტე? I could მასთან probably ყოფნა describe გარკვეულწილად my ციხეს feelings to გავდა. some degree.
She wouldn't მეგობრების lie. ყოლას მიკრძალავდა. I'm a people person. მე კი I have my friends. კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. She was very jealous. ძალიან ეჭვიანი Obsessive იყო. with my time. თელ ჩემს დროს დაეპატრონა. She had become საშინლად so- ღვარძლიანი გახდა. I don't even არც კი remember მახსოვს what იმ დღეს იარაღი როგორ ავიღე. it was like someone თითქოს else. ჩემ მაგივრად ეს სხვამ ჩაიდინა. So why did you leave the სხეული სახლში რატომ დატოვე? seemed to me თუ that თავის დაძვრნა გინდოდა, შეგეძლო გვამი თავიდან მოგეშორებინა. way to dispose of it. Oh no, no. არა, არა, I could never ამას do that. არასდროს ვიზამდი. That ეს was განზრახვა არ my მქონია. intention. Everyone deserved სათანადო it. დაკრძალვას ყველა იმსახურებს. And I was- და მეც ჩემს შანსს ველოდებოდი. Chance to give her one. Thank you. გმადლობ ბერნი. I'll pass. მოწმე თქვენია. So help me out here, Bernie. მოდი დამეხმარე ბერნი. On this მისის ნიუჯინთან ერთად ნიუ-იორკში მოგზაურობისას Did you find პირველი კლასით იფრინე? Yes. დიახ, მგონი ასე იყო. Tell us a რა different განსხვავებაა პირველი კლასის სკამებსა და ჩვეულებრივ სკამებს შორის? plane. I never მე პირველი კლასით არასდროს მიმგზავრია. I'd say this მგონი is სკამები a little შედარებით germane. დიდია და უფრო კომფორტული. Don't they have იქ people ხომ working გემსახურებიან on this კიდეც? too, you know, I mean, ძვირიანი საჭმელი მოაქვთ, ნებისმიერ სასმელს მოგართმევენ, რაც გესიამოვნება, არა? Yes, დიახ, მომსახურება შედარებით უკეთესია. So you like ესე იგი first პირველი class კლასით treatment? მგზავრობა მოგწონდა. First class lifestyle. პირველი კლასის ცხოვრების Best სტილი. that money can buy. ყოველთვის საუკეთესო. I was accompanying მისის ნიუჯინს დავყვებოდი. ასეთ კომფორტს სწორედ ის ამჯობინებდა. Now, on that კარგი. New York City trip, ნიუ-იორკში მოგზაურობისას says here that აქ you წერია, რომ used to შენ და მისის ნიუჯინი the Ritz რიც Carlton. კალტონში ცხოვრობდით, არა? That's a fancy ცენტრალ hotel პარკთან in მდებარე Central Park. დიდრული სასტუმროა, ხომ ასეა? Yes, I დიახ, believe that is ფიქრობ, what it was. მართლაც იქ გავჩერდით. Also says აქ here ასევე that წერია, while რომ you ნიუ-იორკში were ყოფნისას you ერთი saw ოპერა ნახეთ და ბროდვეის and a სპექტაკლი. Broadway play. თუ არ I think it's ვწდები, called, Les Miserables Les ერქვა. Miserables. Les Miserables. That's- შთამბეჭდავია. What? რა, So culture is ესე იგი კულტურა შენთვის მნიშვნელოვანია. In what way? რას გულისხმობთ? Well, you seem to know ასეთი all these გადაპრანჭული fancy სიტყვები words. გწოდნია. Well, that one's არც not- ის ერთულია. Not for you. შენთვის არა. You know all. მაღალი კლასის ცხოვრებაზე ყველაფერი იცი, არა? I- მე? What? რა? Like what? მაგალითად რა? Like, I don't მაგალითად, know, say, for თევზთან instance, what- რომელი ღვინო what უნდა kind of მიირთვა? wine Are you supposed to have არა? fish? No, არა, არ ვიცი, ჩვეულებრივ თეთრი. That takes a კულტურას lot of საკმაოდ money ბევრი ფული to have სჭირდება. so much culture. ხომ ასეა? To რათა enjoy ცხოვრებაში the fine საუკეთესოთი things in დადგმე, life. You love როგორც შენ გიყვარს. the ritzy დიდრული სასტუმროები, პირველი კლასის ბილეთები დიდი ქალაქებისკენ. ასეთ ცხოვრებას ძალიან ბევრი ფული სჭირდება, არა? No. არა. I left საკუთარი my ფულით devices, I ასეთ would not ძვირიან have მოგზაურობაში არ my წავიდოდი. But if left to someone მაგრამ else's სხვისი devices, ფულით you შეიძლება, learn. არა? And after მისის you ნიუჯინის feel მოკვლის that შემდეგაც you მისი kept ფულის on ხარჯვას spending აგრძელებდი, her ხომ money, ასეა? a lot of it. ყველაფერი რომ არ გარკვეული ხო, დღემდე ამ ფულის ხარჯვას გააგრძელებდი. ხომ ასეა? Wouldn't you? მიპასუხე. Wouldn't you? მიპასუხე. Ladies and gentlemen, ქალბატონებო და ბატონებო, after listening to ამ all ყველაფრის მოსმენის შემდეგ დარწმუნებული ვარ და მეთანხმებით რომ ბრალდებული არის მატყუარა, defendant ფშიშარა is a liar, და ზურგში მსროლელი. coward, and a backshooter. I mean, come on, დაფიქრდით. that's got to be about ეს ხომ ყველაზე ლაჩრული საქციელია, არ მეთანხმებით? shoot a little old მოხუცქალს ზურგში ესროლა 4 ჯერ. There's no doubt. ეჭვიც არ მეპარება რომ ბერნი ტიდი ჭკვიანი ბოროტმოქმედია. თელ ქალაქს ასულელებდა He fooled the whole town 9 თვის განმავლობაში. for 9 9 თვის განმავლობაში. Now, he can ეს თუ მოახერხა ღმერთმა უწყის, რა სიზამს თუ ისევ ქუჩაში გაუშვებთ. that poor ქალი მთელი 9 თვის განმავლობაში გაყინული იყო. man hold on. მათ სივარში იწვა.
in a freezer. It took მის გაცალღობად 2 days 2 დღე დასჭირდათ, her out just so they could. მხოლოდ იმიტომ, რომ გაკვეთა მოეხერხებინათ. No, არა, no, no. არა. I'm sorry. მაპატიეთ, არა. თქვენ ღირსებავ, პროკურორო. ნაფიცო მსაჯულებო. Jury. All Danny Buck Davis. დენი ბაკ დევიდსონს სურს დაგარწმუნოთ, რომ ბერნი ურჩხულია, Bernie is some kind of monster. რომ ის უბრალო ადამიანი არ არის. A fellow human being. Look at it. შეხედეთ, ქალბატონებო და ბატონებო, One. წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე არაფერი მეტყველებს. If there was, ასე რომ იყოს, სულ სხვაგვარად მოიქცეოდა he might have gotten away. და გამოძრებოდა კიდეც. Did he try to pull? მისი მოწამლა ხომ არ უცდია? არა. Did he? სახლი გადაწყვეტა თქვა, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა? No. არა. He still knew he'd done. იცოდა რომ დააშავა, იცოდა რომ ყველა გაიგებდა. უბრალოდ აღიარებისთვის გამბედაობა არ იყო. But like a მაგრამ როგორც დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა, სხეული შეინარჩუნა, რათა მისთვის სათანადო დაკრძალვა მოეწყო. And in the meantime, he ამ დროის განმავლობაში კი უამრავ ადამიანს დაეხმარა, სანამ დააკავებდნენ. till he finally უბრალოდ got caught. არც ერთ ურჩხულს არ გავს, He just რომელთა შესახებაც მსმენია. monster I've ever heard of. Thank you. გმადლობთ. That doesn't ეს მის დანაშაულს არ ამართლებს. ბერნიტიდის ყველა ახასიათებს, როგორც დიდებულ კაცს. არაჩვეულებრივი ადამიანია, ანგელოზია. მართალია, ნამდვილად ანგელოზია. angel of death. სიკვდილის ანგელოზი. გმადლობთ. Bernitita? ბერნიტიდი, გთხოვთ, დამოდგეთ. Mr. Foreman, ბატონო თავმჯდომარე, understanding that the როგორც ხვდები, ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს. დიახ, სერ, გამოვიტანეთ თქვენ ოგრისებავ. is unanimous. ერთსულოვანი ვერდიქტია? დიახ, სერ. Would you თუ please შეიძლება read ვერდიქტი the წაგვიკითხეთ. ჩვენ ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული ბერნიტიდი მკვლელობაში დამნაშავედ ვცანით. სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. 50 წელი. პირობით გათავისუფლებასაც ვერ მოვითხოვ. იმ დროს 89 წლის ვიქნები. Danny Bug, you gotta hand it. დენი ბაკმა ორი ბანაკი ჩამოაყალიბა. პირველი მაღალი კლასის საზოგადოება, რომელიც ბერნის ნაირებით იყო სავსე და მეორე ჯგუფი, რომელიც უკანა ეზოში ორმოსთხრიდა და საჭმელს ამზადებდა. მოდი კიდევ ერთი საბურავი დავწვათ. ჯორჯ მცივა Put another tire on. ორი სრულიად განსხვავებული სამყარო შექმნა. ბერნი კი არც ერთის წევრი არ იყო. Bernie wasn't of their world. არც ერთის. მაკონელის განყოფილება, ბივილი, ტეხასი, მკაცრი რეჟიმის კოლონია. არც ისე ცუდია, როგორც გონია. გუნდის სოლისტი ვარ. 4 საგანს ვასწავლი. თელ დღეს სახელოსნოში ვატარებ, მაგრამ თავისუფლება მენატრება. აბა რა იქნება ძვირფასო? ცდილობ მაქსიმუმი მივიღო. სიცოცხლისთვის ბევრი მიზეზი მაქვს. მართალია, ასეა. მინდა ადამიანებს დავეხმარო. ახლა მოგიყვები რა ვქენი. ზედამხედველს წერილი მივწერე.
დიახ, მივწერე. ვუთხარი, რომ დროებით უნდა გამოგიშვას, რამე მოახერხოს, რათა ჩემს დაგრძალვაზე იმღერო. ჯერ ავად არ ვარ, მაგრამ ბერნი, შენ დამპირდი, რომ იმღერებდი. ბორკილებიც გეკეთოს, თუ ასე უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს. რა საყვარელი ხარ, ლენორა. დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ იმედი ნუ გექნება. არ მგონია აქედან რამე მიზეზით გამომიშვან. გამოგიშვებენ. ვუთხარი, რომ უბრალოდ ერთი წამით გააფრინე. და რომ ადრე თუ გვიან, ყველანი ვაფრენთ ხოლმე. ამ ამბავს ასე ვხედავ. ამბობს, რომ ჩვენი დრო ამოიწურა. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ლოცვებში ისევ მომიხსენიებთ და ყოველთვის თქვენთან ერთად ვიქნები. ხო, ხო ვიცი, როგორ გვიყვარ ხარ. აქაურობას ვაკვირდები და მგონი თავს უნდა გაუფრთხილდე. თხილად იყავი, ძალიან საშიში ადგილია. მართლა? ხო, რამდენიმე კვირაში დავბრუნდებით. თავს გაუფრთხილდი, მიყვარ ხარ. მიყვარ ხარ ძვირფასო. კარგად მოუარეთ. არ მადარდებს, რა ჩაიდინა. უпроსტორად, მადარდებს. ცუდად მოიქცა. მაგრამ ჯერა, ბერნიმ თავისი საქციელი გულწრფელად რომ მოინანიოს და ღმერთს პატიებას თხოვოს. აუცილებლად აპატიებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ყველაზე მთავარი. მომენატრება. ყველას მოგვენატრება. მარჯორი ნიუჯინი ქმრის საფლავის გვერდით ტეხასში, კარტეჯის გარეთ მდებარე პატარა სასაფლაოზეა დაკრძალული. გაკვეთილების ჩატარებისა და საეკლესიო მსახურების გარდა, ბერნიტიდი ძირითად დროს ციხის სახელოსნოში ატარებს, სადაც კარტეჯის ბოლო დროს გარდაცვლილთა მემორიალებს ქარგავს. რელიზი მოამზადა მუვიჯი. I was sinking deep in sin, far from the peaceful shore, very deeply stained within, sinking to rise no more. But the master of the sea heard my despairing cry, from the waters lifted me, now safe am I. Could help, love lifted me, love lifted me, love lifted me, when nothing else could help, love lifted me. Souls in danger, look above. Jesus completely saves. He will lift you by his love out of the angry waves.
I'll never believe to the day God calls me home that Bernie T killed Miss Nugent. And that's just the way I feel. And my husband told me today, he said, when you go up there, you don't change your mind if you see some of those people standing out there from the courthouse that you love, that you're friends too. I said, hey, I don't even think Jesus could change my mind. That's just the way I feel from day one, and I always will feel that way. Bernie was a good man. Bernie had a great heart. We need more Bernies in this world. Murders come along once in a blue moon over here, and typically they family related. I mean, it's just how it works out. We don't have stranger killings. It's just some family member got upset with the other, shot him, killed him dead, and they know they're going to go to the penitentiary for a while. Now, we even have less murder trials because most of them plead out. So this thing becomes a media circus. We got people coming in from all across the United States. Oh, Danny Buck, we caught over here getting the stiff neck. You get kind of stiff neck and kind of get your neck a little stiff. He got the stiff neck, and he was like a pig in shit when all this was going on. Talking about what wine to drink with fish. I mean, those people, you know, drink warm beer with fried mudcat, and you're trying to say... I took one look at that jury, and I said, uh-oh. This is gonna... Scrappy, you ain't gonna do it, buddy. I mean, you ain't gonna do it. You don't have enough equipment to bring these people out of their dang hovels over there. Jesus, he's my daddy, he's my cousin. It's like, some of them people shouldn't be allowed out of the county, and we took the whole damn trial over there, you know? What are they asking for? I don't get it. I don't get the legal system. He put her in the freezer, closed down the lid, didn't even move it, just made sure it was plugged in. He helped a lot of parties with her packed on ice. No one suspected anything, 'cause Bernie was so nice. Oh, Bernie, what have you done? You killed poor Miss Nugent, never even run. Oh, Bernie, what have you done? You killed poor Miss Nugent, never even run. After all those months had passed, no one had seen her face. The local law decided they should search the place. And when the search had ended, to everyone's surprise, they found her shot and frozen. Nice Bernie took her life. Oh, Bernie, what have you done? You killed poor Miss Nugent, never even run. Oh, Bernie, what have you done? You killed poor Miss Nugent and never even run. You killed poor Miss Nugent and never even run. I was about to run out of air on that one.